დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ამ დრომდე დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება. Არსებული ინფორმაციით მეწყება 5-მდე ავტომანქანა მოიყოლა. ადგილზე მობილიზებულია ქვეყნის ყველა უწყება. დარიალის ხეობაში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილზე საგანგებო შტაბის სხდომა ჩაატარა და ყველა შესაბამის უწყებას დავალება მისცა. საგანგებო შტაბის სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა. შტაბის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაინიშნა, რომელიც სამაშველო ოპერაციების კოორდინაციას ახორციელებს. ამ დროისათვის სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ადგილზე იმყოფებიან საჯარისო დანაყოფები. პარალიზებულია საბაჟო გამშვები პუნქტის ყაზბეგის მუშაობა. შეწყვეტილია სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი, რაც მილის დაზიანებამ გამოიწვია. დატმორილია ხეობის დიდი ნაწილი. დანარჩენი ლექსვარი შტაბის ლექსვარი შედოსა. Აუროთ არის სურვილი. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ამდენად ცნობილი არის რამოდენიმე მგზავრი შესაძლოა მოყომა და სლოვაკეთში. მეწყეს საშიზონის შესწავლა მიდის, დარჩენილი ნაწილი მზვავის, რაც ჩამოვიდა თვითონ ხეობა ჩახერგა. ამ ხეობის გაწმენდა დაიწყო უკვე ტექნიკით, მობილიზებულია სხვადასხვა შინაგან საქმესოს დანაყოფები, ასევე ალპინისტთა ჯგუფი გავაკეთეთ, შინაგან საქმესოს თანამშრომლები, გეოლოგი დაემატება წავლენით, ვერტფრენით მოხდება მათი გადასროლა იმ ტერიტორიაზე. ადგილზე ნახეთ ალბათ, რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, ძიმე ვითარებაა, თუმცა ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დროზე გავწმინდოთ ასე ვთქვათ გზა. იცით რომ რამდენი მანქანა არის ტრანსპორტ მოყოლილი. შტაბის უწყება დაინიშნა ბატონ ლექსო ჭიკაიძე, რომელიც ადგილზე დარჩება და ადგილზე მიხედავს და გაუწევს კოორდინაციას. ამ ეტაპის თუ ეს არის დამატებით ინფორმაციას თქვენ პერიოდულად მოგაწვით შესაბამის უწყება